თქვენ თუ ერთმანეთს შეხედავთ, რომ თქვენ ერთი გუნდი ხართ და თქვენ თუ შეხედავთ ერთი ადამიანი მეორეს ისე რომ მე რომ ბედნიერი ვიყო, მაშინ ჯერ ეს უნდა იყოს ბედნიერი. მაშინ ყველა ბედნიერები იქნებით. ყველა გახარებულები იქნებით. ერთი ადამიანი ესეთ რამეს ამბობდა, რომ აი ჩვენ როდესაც სკოლაში ხვდებით ბავშვებს, უნდა ვიცოდეთ, რომ იმ სკოლიდან რომ მიდის, ყველა ერთნაირ ოჯახში ხო არ მიდის. ზოგან შეიძლება სიმშვიდეა, ზოგან არ არის სიმშვიდე ზოგ ოჯახში. ზოგან შეიძლება უჭირს ამა თუ იმ ოჯახს, ყველა ერთნაირად დალხენილი ხო არ არის. ხო და ზოგ ოჯახში შეიძლება ჯანმრთელი ადამიანები ცხოვრობენ, მშობლები თუ პაპაბებია. ზოგან შეიძლება ავადმყოფები არიან. ზოგ ბავშვს შეიძლება ავადმყოფი დედმამიშვილი ყავს და ძმა ავადმყოფი ყავს და ამხელა რაღაცის ტკივილის მოთმენა უწევს გესმით და სკოლა კიდე უნდა იყოს თითოეული ბავშვისთვის მანუგეშებელი ადგილი. აი იმ 19 ბავშვიდან 18-ვეს უნდა მოეპყრა ესე რომ ვინ იცის იმ სკოლის იქით იმ ადამიანს რა სირთულეები აქვს და სკოლაში ჩვენ ერთმანეთს ეს სირთულეები კი არ უნდა მიუმატოთ. პირიქით უნდა თანაუგრძნოთ. შეიძლება რომელიმე ბავშვი არ იქცეოდეს ისე როგორც სხვა იქცევა. და ჩვენ ვთქვათ რომ ეს ცუდი ბავშვია. მაგრამ იმის იქით რა პრობლემები აქვს იმ ბავშვს ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ. აი მაგალითად მე მქონია შემთხვევა, მე ხო სასულიერო პირი ვარ, ბავშვებისაც, დიდებისაც აღსარებას ხო ვიბარებ და ზოგჯერ აღმომიჩენია ასეთი რაღაც, რომ აი დავუშვათ ბავშვი, გინდა გოგონა, გინდა ბიჭი, ესე იგი, რაღაცა ვერ იქცევა ისე როგორც სხვები იქცევიან, მშვიდად, წყნარად, რაღაცა აი სხვებს შეიძლება აღიზიანებდეს. აი დავუშვათ საკვირაო სკოლის შეკრებები გვაქვს ხოლმე, ხო გითხარით, ბევრი ბავშვები არიან და იქ შეიძლება ვიღაც ხმაურობდეს, სხვებსაც იყოლიებდეს ამ ხმაურში და რამდენი შენიშვნაც არ უნდა მისცე, მაინც არ გაჩერდება. ჩვენ მაინც გარეთ არ უშვებთ ხოლმე, რომ იქნება მაინც მოისმინოს რაღაცა, რა გვეცოდება ხა როგორია გავუშვა კლასიდან არ ივარგებს და მე აღმომიჩენია, როდესაც აღსარებაზე მოსვლა, რომ იმას იცი რამხელა პრობლემები აქვს, ოჯახში პრობლემები აქვს და იქიდან მოდის დასტრესილი. ხო და აქაც ვერ აკონტროლებს მე თავის თავს რა ქნას. იმას გაგება ჭირდება, გვერდში დგომა ჭირდება. ეგეთ ბავშვს ზოგ შემთხვევაში რომელიც ჩვენ ვფიქრობთ ხოლმე რომ აი ესეთია დაუმორჩილებელია და ცუდი ბავშვია ბწყალებში, ცუდი არავინ არ არის. ცუდად იქცევა, ხო? შეიძლება იმას ყველაზე მეტი მოფერება ჭირდება. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ სხვაგვარად ვართ ხოლმე. ვინც კარგად იქცევა, იმას ყველაზე მეტად მოვეფერებით, ყველაზე მეტად თბილ სიტყვას ვეთქვით, ხო ძირითადად ესეა ხომ. არა და პირიქით, მას შეიძლება არა აქვს ის პრობლემები, როგორიც აქვს იმას, ვინც ცუდად იქცევა. ამიტომ ჩვენ არავინ არ უნდა გავრიყოთ, ესე იგი, არავიზე არ უნდა ვთქვათ, რომ მოდი მაგასთან ჩვენ არ ვიმეგობრებთ. პირიქით, შეიძლება ჩვენმა მეგობრობამ ის სიკეთისკენ შეცვალოს. და ის ყველაზე უკეთესი გახდეს საბოლოო ჯამში. ამიტომ აი ჩვენ მაგაზე უნდა ვიფიქროთ, რომ შინაგანად შეიქნება რა აწუხებს ამ ბავშვს, რატო იქცევა ესე. ვის უხარია ცუდად მოქცევა, ვინმეს უხარია ცუდად მოქცევა, არც მას არ უხარია. უბრალოდ მას სხვანაირად არ შეუძლია ეგ არის და ეგ. თორე რო იბადება, განა ყველანი ერთნაირად არ ვიბადებით, ერთნაირად ვტირი ვართ, ერთნაირად საყვარლები ვართ ყველანი. მაგრამ მე რო ვიზრდებით, გარემო პირობები ძალიან მოქმედებს ჩვენს. იქ სხვაგვარ ოჯახში იზრდება, იქ სხვაგვარ გარემოში მოხდება. ხო და ამიტომ ჩვენ ეს კლასი უნდა ვიყოთ ისეთი გარემო, სადაც ყველა ბავშვი სიკეთისკენ შეიცვლება. და აი თქვენ ხო 19 ხართ, 19-ვეს ძალიან უნდა უხაროდეს სკოლაში მისვლა. შეიძლება გაკვეთილები ყველა ერთნაირად ვერ სწავლობდეს, ყველა საგანი ერთნაირად არ უყვარდეს და აქ სწავლაზე უფრო მნიშვნელოვანი რამე უნდა მოხდეს სკოლაში. თქვენ შორის მეგობრობის ჩამოყალიბება. შეიძლება სიტყვაზე
მენდელეევის ფორმულა არ ახსოვდეს ადამიანს სკოლას რო დაამთავრებს, მაგრამ აი ერთმანეთის სიყვარული რო არ ახსოვდეს, უკვე კატასტროფა. შეიძლება ფიზიკის ესა თუ ის კანონი არ ახსოვდეს, ბიოლოგიაში როგორ იზრდება უშუალოდ ესა თუ ის მცენარე ვერ გაიხსენოს. ხო, მაგრამ აი ერთმანეთისადმი სწორი დამოკიდებულება თუ არ შედგა კლასში, მაშინ ჯობია ეგეთ სკოლაში არიარო. ეგ არის მან ჯერ მთავარი, ჯერ ადამიანური ურთიერთობაა მთავარი, ჯერ ადამიანის ღირსებაა მთავარი. და მე ესეთ ბავშვს, ესეთ გარემოს თუ ცოდნაც ექნება, ეს ხო საერთოდ ძალიან კარგი. და ესეთი კლასი, რომელიც ერთმანეთის მიმართ ესე სიყვარულით, აი ერთმანეთის ჭირის და რხინის გაზიარებით იზრდება და თან ცოდნა აქვს, ესეთ კლასს შეუძლია რომ მთელი სოფელი ააყვავს. და არა მარტო სოფელი, არამედ თავის ქვეყანას გამოადგეს. და იო თუ გინდა შემოდი დაჭიქი თუ მანდ გირჩევ. და ესეთი კლასი, ესე იგი, შეიძლება თავის ქვეყანას გამოადგეს და ბევრი დიდი საქმე გაუკეთოს. ოღონდ დიდი საქმე გაუკეთოს იმიტომ კი არა, რომ გამოჩნდეს და აი ჩვენ გავაკეთეთ და ჩვენა ვართ, რაცა ვართ, ეგრე კი არა. არამედ იგრძნოს საჭიროება. და თქვენაერი ახალგაზრდები ჩვენს ქვეყანას მართლაც ჰაერივით ჭირდება. რომ თქვენ ესე იგი გაიზარდოთ, თქვენ უკვე ისეთ ასაკში ხართ, რომ აი ნანელა იქ შეყვარებული ყავს, იქ რაღაცაზე ფიქრობ, ხო, მერე კლასი უკვე აღარ არის, პატარები აღარ ახართ, ახლა ისე რომ ქვიშაში თამაშობდეთ და რაღაცა, რაღაცაზე ხო უკვე გეფიქრებათ, რომ აი რაღაცა მომავალში რაღაცაზე ფიქრობთ. შეიძლება ზოგიერთი უკვე ფიქრობს, რაზე ჩააბაროს, რა გამოვიდეს მომავალში, ამაზე თქვენ უნდა იფიქროთ, ესე იგი და კარგი ოჯახები უნდა შექმნათ, აი ესეთი ღვთისმოშიში ნამდვილი აი საქართველოს რო შეეფერება, ჩვენს წინაპრებს რომ გაახარებს, ეგეთი ოჯახები უნდა შეიქმნას, ბევრი კარგი შვილები უნდა გყავდეთ, რომ თქვენ შემდეგ თაობა ხო უნდა გაიზარდოს. ახლა წარმოიდგინეთ, პირველ საუკუნეში იქადაგეს ქრისტიანობა საქართველოში მოციქულებმა და ჩვენმა წინაპრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენამდე ეს რწმენა მოეტანათ. ეს გააკეთეს აი ძალიან დიდი შრომის ფასად, დიდი სისხლის ზღვრის ფასად. წარმოიდგინეთ, იცით რამდენი ქვეყანაა, რომ ქრისტიანები იყვნენ და ეხლა აღარ არიან ქრისტიანები. აი მაგალითად, ესე იგი, ეგვიპტეში სწავლობდა ერთ-ერთი ქართველი სტუდენტი და ეგვიპტეში, ესე იგი, კაიროში, ქალაქ კაიროში სწავლობდა და იქ ლექტორს უთქვამს ასეთი რამე, რომ თქვენ ყოჩახტო ქართველებს. ჩვენ არაბებიო ერთხელ შემოგვესივნენო და მაშინე რჯული შევიცვალეთ. ისინი ქრისტიანები იყვნენ ეგვიპტელები. რჯული შევიცვალეთ. ანუ გამოსულმანდნენ. და თქვენ კიდე რამდენი დამპყრობელი შემოგესიათო და ყოჩახტო, რომ თქვენ ამას გაუძელით და დღემდე ქრისტიანები ხართ. ეს პატარა ამბავი კი არ არის. ეს ჩვენ რო დღეს ქრისტიანები ვართ, ეს ჩვენი დამსახურება კი არ არის. წარმოიდგინეთ 100,000 მოწამე ეწამა ამის გულისთვის, რამდენი მეფე ეწამა, რამდენი უბრალო ადამიანი, რამდენი სასულიერო პირი, რამდენი ბერი, რამდენი მონაზონი იმისთვის, რომ ახლა მაგალითად ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან შარშან გავიდა 400 წელი. 1624 წელს მოხდა ის შირაზში, რომ სპარსეთში, ქალაქ შირაზში, რომ ქრისტეს სიყვარულისთვის მოწამეობრივად აღესრულა დედოფალი ქეთევანი და მისმა მაგალითმა რამდენი თქვენაირი გოგონა განამტკიცა, რომ თუ დედოფალი ესე იქცევა, ჩვენგანა უფლება გვაქვს, რომ გადაუხვიოთ ქრისტეს რჯულსო, გესმით და აი მისმა მაგალითმა, მისმა მოწამეობამ, მისმა თავდადებამ რამდენი ახალგაზრდა გადაარჩინა. ხო და მათ მოიტანეს ჩვენამდე, რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს. ზოგმა ლოცვით, ზოგმა შრომით, ზოგმა აი ოფლის ზღვრით, ზოგმა ცრემლის ზღვრით, ზოგმა ბრძოლაში სისხლის დაღვრით, ზოგმა მოწამეობრივად აღსრულებით. მაგრამ ყველამ ვისაც რა შეეძლო. მამაკაცი იყო ეს თუ დედაკაცი, ყველამ რაღაც გააკეთა. მე ვამბობ ღირსეულ ქართველებს და მათ ჩვენამდე მოიტანეს. და ჩვენც უნდა ვიყოთ ის ღირსეული ქართველები, რომლებიც
ჩვენ შემდგომ თაობებს ამას გადავცემთ, მაგრამ ჯერ მე უნდა ვიცოდე რომ სხვას გადავცე ხო მართალი და თქვენც ეგრე. თქვენც გაიზრდებით და თქვენი მომავალი თაობის წინაპრები გახდებით. ახლა სოფელში ხო არის რომ სუფრაზე თქვენი მშობლები, პაპები, ესე იგი დასყდებიან სუფრაზე და წინაპრებს ხო ადღეგრძელებენ, არა, მაგრამ სამწუხარო იცი რა არის, ზოგჯერ სუფრაზე ჩვენ წინაპრებს ვლოცავთ, ვადღეგრძელებთ და გვავიწყდება, რომ ჩვენ წინაპრები უნდა გავხდეთ ერთჩვენიერ დღეს და რას იტყვიან ჩვენზე ჩვენი მომავალი თაობა. აი ძალიან დასაფიქრებია რას იტყვიან. თქვენ სოფელს თუ თქვენ არ მოუარეთ, სხვა არ მოუვლის. ეგ ტყუილია. სხვა თუ მოუვლის, სათავისოთ მოუვლის. სათქვენოთ თქვენი შვილებისთვის თქვენ სოფელს არავინ არ მოუვლის. თქვენ სოფელს თქვენ უნდა მოუაროთ. ჩვენს ქვეყანას ჩვენ უნდა მოუაროთ. სხვა თუ შემოვა აქ და უამრავი შემოდის, არაბი იქნება, ჩინელი იქნება, მონღოლი თუ პაკისტანელი იქნება, ის რომ მოვა და რაღაცას ფუსფუსებს და აკეთებს, იცოდეთ რომ ის საჩვენად არაფერს არ აკეთებს. ყველა სათავისოთ აკეთებს. და დღეს იცით როგორი კატასტროფული ვითარებაა ქვეყანაში. 1,300,000 არის ქართველი და 1,200,000 არაქართველი. ახლა წარმოედგინეთ, სოფელ ტირძნიში აი 55% რო იყოს ტირძნისელი და 45% ჩამოსული უცხოელი, ზოგი პაკისტანელი, ზოგი ინდოელი, ზოგი ჩინელი, ზოგი არაბი და ისინი მიწებს ამუშავებდნენ. თქვენ გონიათ თქვენთვის დაამუშავებენ, ისინი თავისთვის ამუშავებენ და იმას იქიდან ვერ გააგდებ. ის თავის მიწას იარაღით დაიცავს მე. და იმის გაგდება ეგრეიოლი არ იქნება. ამიტომაც აი დღეს მიწის გაყიდვა უცხოელზე ეს არის ღალატი. ეგ არის სამშობლოს ღალატი. ხოდა ეხლა უბრალოდ ქვეყნის მასშტაბით შეიძლება ეს იმდენად არ ჩანს, მაგრამ სოფლის მასშტაბით წარმოიდგინე 100 კაციდან თქვენ სოფელში აი სიტყვაზე 1000 კაციდან რომ იყოს 450 არაქართველი. ხო ძალიან დიდი კატასტროფა. და ამაზე უარესი ხდება ქვემო ქართლში. საბავშვო ბაღში აი სკოლაში მაგალითად კლასში 8 ქართველია და 26 აზერბაიჯანელი. აი ესე ზოგან შეიძლება 10 ქართველია და 20 აზერბაიჯანელი. ასეთი რაღაცა ხდება. აბა წარმოიდგინეთ ახლა თქვენ. რა ხდება აბა აქ? მოდი ქვემოთა სურათებს დააკვირდით. მარჯვენა სურათზე რა შეიძლება ხდებოდეს? მამა? დაუნგრია. იო რა ქენიცი? მიდი მანქანაში არის ისინი და ამოიღე აბა. ფურცლებია და ამოიღე. ეხლა აქ რა ხდება? მომეწარა მანქანა შორს არის იქ ფეხით მოვედი. აქ რა ხდება ნახეთ? ეს ბავშვები არიან ტირძნისელები. ტირძნელი. არა იგისე ხუმრობით. ცოტა ეხა ძალიან ვარ დაიძაბოთ, ხა ხუმრობაც ხო საჭირო. ჩავთვალოთ რომ ესე ტირძნელი ბავშვები არიან, აი ეს სამი. ეს არის დავითი, ერეკლე და გოგა, გიორგი. ეხლა ამ ბავშვი ესენი მეორე კლასელი ბავშვები არიან. აბა თქვენ რას ეტყოდით ეხლა რას ურჩევდით? ჯერ მოგიყვებით ესენი აქ რას აკეთებ. მოკლედ სოფელ ტირძნიში ზოგი ფეხბურთს თამაშობს სტადიონზე, ზოგი სამაგიდო თამაშებს ჭრდილში ზის, ზოგი ქვიშაში ხიდებს აკეთებს, სახლებს აშენებს. ამ სამმა ბავშვმა გადაწყვიტა რომ მოდი ავაშენოთ დიდი კოშკი. ისეთი რომ აქ ბავშვებს არავის არ აუშენებიათ სოფელში ეგეთი და ჩვენზე იტყვიან თანასოფლელები რომ ნახეთ რა მაგარი ბიჭები არიან, ყველაზე მაღალი კოშკი ააშენეს. და ერეკლე ეკითხება, კიო, მაგრამ როგორ გაიგებენო რომ ეს ჩვენ ავაშენეთ? როგორო და დავწეროთო ფურცელზეო ჩვენი სახელებიო და მაღლა გამოვაკრათო რომ ჩვენ ავაშენეთ, ხალხი რო გაივლის შეგვაქებენო იტყვიან ყოჩავდიჭები. ამ დავითმა თქვა რომ მაშინო ჩემი სახელი ყველაზე დიდად დავწეროთ.
რატო ყველაზე დიდად? იმიტომ რომ მე მოვიფიქრე იდეა ჩემიაო და თქვენები ცოტა პატარებად დავწეროთ. ხო, მაგრამ შენო ჩვენს გარეშე ხო ვერ აშენებდი. მოკლედ იჩხუბეს, იკამათეს, აღსექნეს, ისექნეს და ბოლოს გადაწყვიტეს კარგიო, დათანხმდა დავითი რომ კაიო, ყველას თანაბრად დავწეროთ, ოღონდ ერთი პირობითო. ჩემი სახელი ყველაზე წინ დავწეროთ. ამაზე მთელი კამათი ახლა, კაი, შეიძლება ამისი წინ დაწერო, მაგრამ სულ ბოლოში დაწერა არავის არ უნდა. შუაში კიდე ჯანდაბას კაცი ხელს ჩაიქნევს და იტყვის, მაგრამ აი ბოლოში დაწერა არავის არ უნდა და მოკლედ პრობლემა. ვერ მორიგნენ, იჩხუბეს, იკამათეს, ბოლოს დაანგრიეს ეს კოშკი, ბოლომდე მიწასთან გააწორეს და აი გაბრაზებულები, გაბრუსხულები მიდიან სახლში და ერთმანეთზე ბრაზობენ და ერთმანეთზე თორე საკუთარ თავზე არავინ არ ბრაზობს. საკუთარ თავზე შეიძლება იმიტომ ბრაზობენ, რომ უფრო მეტად უნდა შემეტია და უფრო მეტად უნდა დამერწმუნებინა, რომ ჩემი სახელი დაეწერათ. ეზობლები კიდე ამბობენ, ნახეთო, ყველამ რაღაცა გააკეთაო ქვიშაშიო და ამ ბავშვებმა ვერაფერი. წყობა ძალიან ამაყები არიან, აპარტამნები არიან. მაგრამ იმავე სოფელში, ტირძნიში, ცხოვრობდა კიდე 3 სხვა ბავშვი. აი, საყვარელი ბავშვი. ესენი არიან სანდრო, ნიკოლოზი და ელენა. იცნობთ, დაგინახეთ ესეთი რა კარგად დააკვირდით. ამა დაინახეს რომ ერთი მოხუცი კაცი ვაჟა პაპა თავის ბაღთან რაღაცას უტრიალებს, რაღაცას აკვირდება, რაღაცას ფიქრობს. შეამჩნიეს რომ თურმე კედელია ჩამონგრეული. ეს ბავშვები ფიქრობენ, მოდიო მივეხმაროთ პაპასო, ნახეო შვილები და შვილიშვილები აქ არ აყავს, შეიძლება უცხოეთში ყავს. აქ არ აყავსო და მარტო კაცი ვერ აკეთებს. მივიდნენ და ეუბნებიან, ვაჟა პაპა, გინდა რომ მოგეხმაროთო? ვინო თქვენ უნდა მომეხმაროთო, ეს კაცი ეუბნება, პატარა ეთიცი და ბავშვები არიან 7 წლისები. კიო პაპაო, ჩვენ მოგეხმარებითო, ძალა ერთობაშიო, გადავწყვიტეთო რომ გვერდში დაგიდგეთო და დავიწყოთო, მოდი ნახოთ რა გამოვაო და ეხლა ამ პაპამაც იფიქრა, მოდი აბა ვცადოთ რა გამოვა ერთია და ერთი მოწყალია. დაიწყეს ზოგს წყალი მიჰქონდა, ზოგს ქვა მიჰქონდა, ვაჟა პაპა ცემენტს ურევდა, თან აწყობდა ქვებს, თან ამათაც ასწავლიდა. ხო და ესე ნელ-ნელა შებინდებამდე იმუშავეს და კედელი მართლაც ააშენეს. და ეს კაცი მერე იმის ამ დღის შემდეგ ესე იგი, სადაც მოხდებოდა იქ ელეხი იყო თუ იქ ქორწილი იყო თუ დაბადების დღე ყველგან ამბობდა რა კარგი ბავშვები არიან ეს სანდრო, ნიკოლოზი და ელენეო, როგორ გვერდში დამიდგნენ, როგორ გამახარესო და ყველგან ამბობდა ამათ შესახებ. თუმცა ამათი მიზანი ხო არ იყო, რომ ყველგან თქმულიყო მათი სიკეთე. ამათი მიზანი რა იყო? იმ ერთ კაცს იმ კონკრეტულ დღეს დახმარებოდნენ, ხო მართალია? აი мотиваცია და მიზანი რომ სწორია, მაშინ მადლიერებაც არ დააყოვნებს. და მადლიერი იქნება შენს მიმართ ადამიანი. ამათი мотиваცია არ იყო სწორი. ამათ უნდათ რომ იმიტომ აეშენებინათ რომ მათი სახელი განთქმულიყო. ამათთვის არ იყო ეგ თავარი. ამათთვის თავარი იყო კაცს დახმარებოდნენ. და ზუსტად მაგიტო რომ თავარი ეგ არ იყო რომ მათი სახელი განთქმულიყო და ამათთვის დაში დაეკრათ. ამათი სახელი მართლა ცნობილი გახდა მთელ სოფელში. როგორც მოწყალე, დამხმარე, კეთილი ბავშვები. და ამათი სახეები ნახე როგორი გახარებულია, იმიტომ რომ სხვისთვის შრომობენ. ესენი საკუთარი თავისთვის შრომობენ, საკუთარი დიდებისთვის და პატივისთვის შრომობენ. ამიტომ ესეთ გულში სიხარულს ვერ მოიტანს უფალი. ესეთი გული სიხარულს ვერ მიიღებს. აი რიყის ქვაზე რამდენი წყალიც არ უნდა დაასხა, ხო ვერ შეიწყოს. მაგრამ ღრუბელზე, გუბკას რო ეძახით, ღრუბელი ხო? ქართულად ღრუბელზე რო დაასხა, ის ხო შეიწყოს. აი ესეთი გული, სხვისთვის მშრომელი გული, ეს მადლის მიმღები გულია. მაგრამ საკუთარი თავისთვის სიამაყის გამო და ამპარტავნების გამო მშრომელი გული, მადლის მიმღები არ არის და სადაც მადლი არ არის, იქ სიხარულსაც რა უნდა. იქ სიხარული არ არის. და აი ნახეთ, ესენიც პატარები არიან, ესენიც, მაგრამ ესენი იღიმებიან და ესენი ვერ იღიმებიან. და კიდე რა არის მთავარი ნახეთ. აი ეს ვაჟა პაპა, მოდი ცოტა ალეგორიულად ვილაპარაკოთ. ეს ვაჟა პაპა სიმბოლურად არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო.
ხო და ჩვენ თუ ჩვენ სამშობლოს გავუკეთებთ რამეს ისე რომ მას ჭირდება მაშინ ჩვენს ესეთი გახარებულები ვიქნებით და ჩვენი სამშობლო გამოხატავს მადლიერებას ჩვენს მიმართ. ანუ დღეს ხო ჩვენი სამშობლო მადლიერებით იხსენებს 9 ძმა ხერხეულიძეს, იხსენებს მადლიერებით ერეკლე მეორეს, დავით აღმაშენებელს თუ თამარ მეფეს, იგივე ქეთევან დედოფალი რაც თქვით. მადლიერებით იხსენებს მათ ამბავს და არა მარტო მათ ამბავს, მადლიერებით იხსენებს ყველა იმ დედას, რომელმაც ჩვენ სამშობლოს კარგი შვილი აღუზარდა. მადლიერებით იხსენებს ყველა იმ ვაჟკაცს, ვინც სამშობლოსთვის რაღაც გააკეთა. ზოგმა ხმლით ბრძოლაში, ზოგმა კალმით გააკეთა, ზოგმა ფუნჯით გააკეთა დახატა, ზოგმა იმღერა. ახლა დღეს მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიას მომავალში მადლიერებით არ გაიხსენებს საქართველო, გაიხსენებს, იცი რატო? გორში სტადიონები რო არ ყოფნიდათ ბავშვებს, ახალი სტადიონები შენდება. იმისთვის რომ უამრავი ბავშვი მივიდა ფეხბურთზე. აი ხვიჩას შემყურე და ქართველი ფეხბურთელების შემყურე და ეგ რამხელა სიკეთეა. პატარაობიდან რომ არ გაირყნება ბავშვი და უზნეობებს რო არ მიეჩვევა და სპორტით დაკავდება, ეგ რამხელა სიკეთეა. იცით რატო ამბობ, რომ საქართველოსთვის შრომა მარტო ხმალი კი არ არის, იქ სადღაც კალამია რომ დაწე რაღაცას. ილია ჭავჭავაძეს ხმალი არ აუღია ხელში, მაგრამ კალამი ხო ეჭირა. ერთ-ერთი ქართველი მოაზროვნე ამბობს, ვიქტორ ჰიუგოსო, ესე იგი, რაც ვიქტორ ჰიუგომ ფრანგი მწერალი ხო იცით, კალმით გააკეთავ, 200 ვიქტორ ჰიუგო რო ბარიკადებთან მდგარიყო, მაშინ რევოლუცია იყო საფრანგეთში. ბარიკადებთან რომ მდგარიყო 200 ჰიუგო ვერ გააკეთებდა იმდენსო რაც ერთმა კალმით გააკეთა. ვიღაცამ კალმით, ვიღაც იმღერებს, ვიღაც მოჭიდავე იქნება, ვიღაც ფეხბურთელი, ვიღაც კალათბურთელი და ასე შემდეგ. ანუ ყველა თავისებურად გამოადგება თავის ქვეყანას და თავისი ქვეყანა სამშობლო ყველას დაუფასებს აი ამ ზრუნვას და ამაქვს. მომავალი თაობა აუცილებლად დაუფასებს. შეიძლება იმ წუთში არ აღიარონ შენი გაკეთებული საქმე, მაგრამ დრო გავა და ისტორია თავის სათქმეს მაინც იტყვის. შეიძლება აი ჩვენ ვიშრომოთ, ვიზრუნოთ მაგისთვის, რომ ვიფიქროთ ამაზე, ესე იგი. აი თუ გინახიათ ისტორიაში, წაგიკითხიათ ისეთი კაცი, ვინც თავის თავზე ფიქრობდა მარტო რა ეჭამა, რა დაელია, როგორი მანქანითი არა, თუ რა თანამდებობაზე ყოფილიყო, თუ თავისი ბაღი, თუ საქმე, ხო და მაგრამ ლუარსაბს კარგი დადებითი კუთხით არ იხსენებს ჩვენი ისტორია. რატო დაწერა ილია ჭავჭავაძემ ეს ლუარსაბის და დარეჯანის ამბავი? ბოლოში ნახეთ, თუ დააკვირდებით, როგორ წერენ, მე ხა შეიძლება ციტირება ვერ მოვახდინო. ბოლოში რა აზრიდებს? შეიძლება მათ არავისთვის ბოროტება არ გაუკეთებიათ. ხო, და არც არავისთვის სიკეთე არ გაუკეთე, არაფერი არ გაუკეთებიათ. მარტო ის რომ ჭამეს და სწვეს და არავის არაფერი ავნეს. მარტო ეგ არის მაგისთვის მოდის როგორ? თავისთვის ხო და თავისთვის მოევლინა, ხა წარმოიდგინე ამ სამყაროში არაფერი არ არის ისეთი, რაც თავისთვის არსებობს და ის შემდგარად ითვლება. აი მოვავლეთ, რასაც გინდა თვალი და მითხარით, მე უბრალოდ მართლა ვერ აღმოვაჩინე. აი გუწფელად, მე ხო ამას ბავშვებს ეუბნები ხოლმე და თან ვფიქრობ, იქნება არის რამე ისეთი და ვატყუებ ბავშვებს და მეც ვაკვირდები ხოლმე აი კრიტიკული თვალით ჩემს სიტყვებს, რომ აბა იქნება არის ისეთი ნივთი რამე, რომ არის და უბრალოდ თავისთვის უნდა იყოს და სხვისთვის არ იყოს და მე დღემდე ვერ აღმოვაჩინე. თქვენ თუ ამაში დამეხმარებით, ამის მერე ვიტყვი ხოლმე, რომ აი იმის გარდა მეთქი. მაგრამ მართლა არ არის. ახლა ეს უფრო ფურცელია. მაგრამ ამისთვის ჩვენ რო არ შეგვეხედა, აი დავუშვათ მიტრიალებული იყო ეს და ჩვენთვის ეთქვა, რომ არავის არ შეგახედებთ იქით რახატი. გინდა ყოფილა, გინდა არა ხო მართლა. აი ეს კამები ახლა რომელზეც თქვენ დასხედით და ფეხებს ასვენებთ ხო? ოქროსიც რო იყოს. თუ ზედ არავის არ დასავს. გინდა ყოფილა ეს კამი, გინდა როგორც კამი, ესე იგი ვერ შედგა ხო მართალი. აი ნებისმიერ აი ეს მანდილი როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს. თუ არ გამოგადგა. გინდა იყოს და გინდა არ. აი არაფერი ნივთი არ არის ისეთი. შეიძლება ზოგჯერ ბავშვები ამბობენ ხოლმე, რომ აიო,
რაღაცაო სუვენირიო. მაგრამ ის სუვენირი შენ ესთეტიურ სიამოვნებას განიჭებს, შენ რო უყურებ. ხო, გინდათ სამახსოვდ, გინდათ ოთახს ალამაზებს, რომ შეხედავ მოგწონს, ამიტომ შეგაგ სახში თორე. თუ არასდროს არ აპირებ, რომ იმას შეხედო, მაშინ არ შეიტან. ხომართან. და რატო ამბობ? თუ აი ესეთი უბრალო ნივთებიც კი არ იქმნება იმისთვის, რომ მარტო თავისთვის იყოს, როგორ ადამიანი შეიქმნა, რომ მარტო თავისთვის იყოს და სხვას არ გამოადგეს. ეგ სკამი მაშინ არის შემდგარი, როცა ეს ჩვენი მეგობარი ზის და ამას ადგება ხომართალი. ადამიანის მაშინ არის შემდგარი, როცა ის სხვას გამოადგება. ამიტომაც ის ლოარსაბი და დარეჯანი არავის არ გამოადგნენ. და მაგიტომაც არის ნათქვამი, კაცია ადამიანი, ეს კითხვაა დასმული. და ღირს ეგეთი ადამიანი რო იყოს. ილია ჭავჭავაძეს აქვს ასეთი ლექსი. მე თუ შეიძლება ვერ გავიხსენო თქვენ მომეშველეთ. სიკვდილმა კითხა სიცოცხლეს. მე გჯობი ვარ თუ შენა. სიცოცხლემ ასე მიოგო, არც ერთი არ ვართ ლხენაო. ზოგ სიცოცხლე აქვს ისეთი, არ მიბრუნდება ენაო. გნატრობს ნეტავის სადახარ ისმინოს შენი ღრენაო. თუ შეიძლება რაღაც გამორჩა, მაგრამ თუ კაცი ცოცხლობს თავისთვისო, მაშინ თუ კაცი ცოცხლობს ხალხისთვის, მაშინ გჯობი ვარ მენაო, სიცოცხლეობნა მე გჯობი ვარ. და თუ კი თავისთვის რაღა თქმა უნდა შენაო. ანუ თუ კაციო მარტო თავისთვის ცოცხლობსო, მაშინო შენ ჯობი ხარო სიკვდილს ეუბნეო სიცოცხლე და თუ კი სხვებისთვის ცხოვრობსო ხალხისთვის, მაშინ მე გჯობი ვარ. ანუ რა თქვა ამითი, რომ თუ ადამიანი მარტო თავისთვის ცოცხლობს, ეგეთი რო არ იყოს ჯობიაო. აი ვაჟა შაველას აქვს ასეთი ლექსი, კაიყმა. ისწავლეთ, ძალიან კარგი. ეხლა თქვენ დააკვირდით, როგორ თვისებებს ჩამოთვლის ამ კაიყმისა, როგორ პირველი შედის ბრძოლაში, როგორ სხვებს რო ძინავთ, ეს ფხიზლობს, დარაჯობს, როგორ შემართებულია ვაშკაცურად და ესე იგი სხვებზე ფიქრობს რა. და ბოლოს ამბობს, აი ვინაა კაიყმა, მოსაგონარი ქებითა და მერე უკვე გადადის ადამიანების მხილებაზე. განა თქვენ სადიაცენო რომ ძროხებივით ზღებითა. ღამე მაძღრებით დასწვებით, დილით შიურების დგებითა. თავის ჯამს ჩასცქეთ, ნახე როგორი სიტყვებია. თავის ჯამს ჩასცქეთ, საქვეყნოთ არც დროს არ გამოსდგებითა. ანუ მარტო თქვენ ჯამს უყურებთ და საქვეყნოთ არასოდეს არ გამოდგებით. გაიგებთ კარგის გარჯასა, წინთ და შურითა ხდებითა. ანუ ვინმე კარგად მოიქცა, თქვენ შურთ მოკლედ აი გამძინვარებულები ხართ, რომ რაღაცა ავნოთ. მერე როგორ არის? ესე იგი უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს, უქმად საფლავში წვებითა. არიცით დასჩნდით რისა და ან რისათვის აღკვდებითა. და საოცარი სიტყვები, აი არიცით რისთვის გაჩნით, ან რისთვის კვდებით. პლატონს დაუსწრეს ასეთი შეკითხვა. რა გაკვირვებსო ადამიანში? პლატონი დიდი ფილოსოფოსია. და მან თქვა, რომ 4 რამ მაკვირვებს. ეხლა მე თუ გავიხსენე 4-ს ჩამოთვლი, მაგრამ ერთ-ერთი აქ ყველაზე მთავარი, რითიც ჩვენ საუბარი დავიწყე. ერთი ის მაკვირვებს, რომ როცა პატარაო, დიდობა უნდა. ჩემს პატარა ბავშვებს, ესე იგი, რო უთხრა პატარა ხარო, არა, პატარა არა ვარ, მე დიდი ვარ. მართა ყავს ეხლა 6 წლისაა სკოლაში მევა და პატარაობისას რომ მოგეკლა ვერათქმევინებდი, მე პატარა გოგო ვარ, გამოდივარ სცენაზე. ამბობდა, შენ პატარა გოგო ხარ, გამოდივარ. პატარა არა ვარ. ეხლა რომელიც აქვს 3 წლისა, ისიც არა, მე დიდი გოგო ვარო, სამისები დიდები არიან. თავისი ძმა 12-ისაა, მე შენზე დიდი ვარო, სამისები დიდები არიან. ხო და როცა პატარაა, დიდობა უნდათო და გაიზრდებიანო და მე პატარაობას მისტირიანო. წარმოიდგინე. ეხლა აი მაგალითად ცოტა აი 50 წლის ადამიანს რო უთხრა, როგორ ახალგაზრდულად გამოიყურები, აი მეცი როგორ ასიამოვნებ. ხო და
პატარა სროებნები რო შენ დიდი ხარ, მაშინ ეგ სიამოვნებს ხო და ერთი ეგ მაკვირვებს, მეორე მაკვირვებს რომ ფულის გამო ჯანმრთელობას იუარესებენ და მე ეს ფული არ ყოფნით რომ ჯანმრთელობა აღიდგინონ. ეს მაკვირვებს. კიდე მაკვირვებს ისო რომ ესე იგი ერთი აღარ მახსოვს და ცხოვრობენო თითქოს არასოდეს არ მოკვდებიანო და ბოლოს ისე კვდებიან თითქოს არც კი უცხოვრიათ. ან არაფერი არ გაუკეთებიათ, არაფერი არ შეუქმნიათ. აი რაც ვაჟაბშაველამ თქვა, რაც იქილია ჭავჭავაძემ თქვა, თუ არა ვწდები ნიკოლოზ ბარათაშვილს აქვს კიდე ასეთი ლექსი, არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრონოს, იყოს ტირძნიში და ტირძნისისთვის არა იზრონოს. ნიკოლოზ ბარათაშვილისა? ხო და აი გარი. ნახეთ აი ის ფილოსოფოსი ამას ამბობდა. ეს ჩვენი ქართველი ძვირფასი მწერლები ამას ამბობენ. სახარება ამას ამბობს. ჩვენ რო აქეთ-იქით ვიყურებით, ყველაფერი ამას ადასტურებს. რომ ჩვენ თუ გვინდა რომ შევდგეთ როგორც ადამიანი, მაშინ ჩვენი თავიდან უნდა გავიდეთ ცოტა გარეთ. სხვაზეც უნდა ვიფიქროთ. საოცარ ამას ამბობს ილია ჭავჭავაძე. არსებობს ესე იგი ოჯახის კაცი. ჯერ ამბობს თუ არა ვწდები არსებობს თავის კაცი. თავის კაცი რას ნიშნავს? მარტო თავის თავზე რო ფიქრ. არსებობს ოჯახის კაცი. მეოჯახე, ოჯახზე ფიქრ. ეს მეოჯახეობა საოცარი თვისება. კლასშიც ეს მეოჯახეობა უნდა იყოს, ყველა ერთმანეთზე ფიქრობდეს, რაზეც დავიწყეთ საუბარი. არსებობს გვარის კაცი. ანუ ისეთი გული აქვს, რომ ოჯახზე ხო ფიქრობს და ოჯახის იქით მთელ გვარზე ფიქრობს. აი იმას კი არ ნიშნავს, რომ ოჯახზე არ ფიქრობს და გარეთ იყურება მარტო სხვებზე ფიქრობს. არა, ოჯახზეც ფიქრობს და მაგრამ იმხელა გული აქვს, რომ არ ეტევა გულში ეს ცეცხლი და სიყვარული და მერე სხვებზეც ფიქრობს. არსებობს თემის კაცი. მარტო ოჯახზე და გვარზე კი ამ მთელ თემზე ფიქრობს. არსებობს კიდე ქვეყნის ერის კაცი, ერის კაცი. გვარიც ხოა ერის კაცი. არსებობს ერის კაცი, რომელიც მთელ ერზე ფიქრობს და მე ამბობს კიდე არსებობს ზოგად კაცი. ზოგად კაცი, ანუ ყველა საზოგადო პრობლემებზე რო ფიქრობს. ხო და კაცი უნდა დაფიქრდეს, მე ვინა ვარ, სადა ვარ, რომელ საფეხურზე ვარ. ყველა კარგია ერთის გარდა, თავის კაცის გარდა, ყველა კარგია, ოჯახის კაცის კარგია. ღმერთმა ზოგს ასეთი მადლი მისცა, ზოგს ისეთი. ვინ თავის ოჯახზე ფიქრობს, ეგ ცუდი კი არ არის, ზოგი ოჯახზეც არ ფიქრობს. ზოგი მარტო თავის შვება განცხრომაზე, სიამოვნებაზე ფიქრობს, მიგდებული ყავს ოჯახი. ეგ არ ვარ. და ოჯახის კაცი მაინც უნდა იყოს სულ მინიმუმ. ოჯახში უნდა გამოადგენ სხვებს. სხვებისთვის უნდა იზრონ. მერე შენი გვარისთვის, შენი კლასელებისთვის, სოფლისთვის, ქვეყნისთვის. და ვინც მცირეში ერთგულია, ღმერთი იმას დიდზეც დაადგენს. აი ვინც ოჯახისთვის ერთგულია, ღმერთი მისცემს რაღაც საკეთებელს, რომ გვარზეც იფიქროს. მაგრამ ვინც ოჯახზეც არ ზრუნავს, აბა ხაი ფეხბურთი ხო ყველას გიყვართ. თქვენ თუ დაუშვათ, აი როგორ ხდება ხოლმე, რომ საქართველოს ნაკრებში გამოიძახებენ ამა თუ იმ ფეხბურთელს. ჯერ ის თავის გუნდში კარგად თამაშობს, წარმატებით ხო მართალია, შრომობს, იბრძვის, აკეთებს, დაუღალავად და ეგეც გამოიძახებენ. თუ ის თავის უბანში არ ვარგა, თუ ის თავის ქალაქში თუ სოფელში არ ვარგა, ახლა იმას ქვეყნის მასშტაბით ვინ გამოიძახებს, ვინ ათამაშებს ხო მართალია. ამიტომ აი რასაც ვაკეთოთ იმ სიყვარულით და იმ განწყობით, რომ ეს ჩვენ ღმერთმა მოგვანდა. ღმერთმა მოგცა ესა თუ ის ნიჭი. აი დაუშვათ ახლა შეიძლება რომელიმე თქვენგან სიმღერის ნიჭი აქვს, ხო შეიძლება იყოს თქვენს კლასში, ვიღაცას ხატვის ნიჭი აქვს, ვიღაცას სპორტის თუ ხო ძალიან კარგი და ღმერთმა აი თქვენ ეს ნიჭი მოგცეთ. ეს არ იფიქროთ, რომ ეს თქვენი შექმნილია. აი რა გაქვთ ახლა ისეთი, რომ თქვენ შეუქმენით თქვენს თავს? არაფერი. ეგეთი თვალები რო გაქვთ, ეგეთი ცხვირი თუ ყურები თუ
ტანი, ეგ თქვენი დამსახურება კი არ არის. ან ეგეთი გონება რო გაქვთ. ეგ ყველაფერი ღმერთმა მოგანიჭათ. მაგრამ ახლა ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, ეს ყველაფერი ისთვის მოგვანიჭა. არ არსებობს არც ერთი ადამიანი ისეთი რაღაცის უნარი და ნიჭი რო არ ქონდეს. აი სახარებაში ასეთი რამე წერია. ასეთი იგავია, რომ ერთმა ბატონმა თავის მონებს დაურიგა სხვადასხვა რაოდენობის მონეტები. ზოგს 5 მისცა, ზოგს 2, ზოგს 1 და უთხრა, რომ იშრომეთო, გაამრავლეთო და რომ დაუბრუნდები გამრავლებული დამოხვედრეთო და წავიდა შორს გზაზე. რომ დაბრუნდა, მოკითხა ამ ხალხს და ვინც 5 მიიღო, მან დაახვედრა 10. აი ბატონო, გავამრავლეო და 10 დაგახვედრეო. ბატონმა უთხრა, კეთილ, მონაო, სახიერო და სარწმუნო, მცირედსა ზედა ერთგული იყო, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. შევეც სიხარულსა უფლისა შენისასა. ეხლა რო არ დაგაბნიოთ, თანამედროვე ქართულითაც გეტყვი. ხოჩა ხო ესე უთხრა, რომ გაამრავლე. რადგან ამ მცირეში ერთგული და სანდო იყავი, უფრო ბევრს მოგანდობ. შედიო, შანუ შემოდი, შენი ჩემს სიხარულს გაგიზიარებ შენ. მერე 2 ვინც მიიღო, იმან დაახვედრა 4. მასაც ზუსტად იგივე სიტყვები უთხრა. განა რადგან მას 2 ჰქონდა და 4 დაახვედრა, ვინსაც 2 ჰქონდა, იმას 10 კი არ მოჰკითხა. ვისაც 2 ჰქონდა, იმას 4 მოჰკითხა. გესმით? და შეაქო, ისიც სიხარულით დააჯილდოვა. ვინც 1 მიიღო, მან მოუტანა ისევ 1 და უთხრა, რომ უფალო, მე შემეშინდაო, რომ შენ სასტიკი კაცი ხარო, ბატონო, ესე უნდა უფალი ბატონს ნიშნავს ძველ ქართულად. სახარებაში სადაც უფალი წერია, ბატონს ნიშნავს. ხო და მე აი ისევ მოგიტანეო, მიწაში მქონდა დაფლულიო, შემეშინდაო და აი და ბატონმა თქვა, რომ გამოართვით მაგას ის 1 ძალიო და მიეცით, ვისაც 10 აქვს. რადგანო ვისაც გონია რო აქვს, ისიც წაერთმეო, ანუ ვინც არ გაამრავლა. აი დავშოთ გაქვს რაღაცის ნიჭი და შენ არ შრომობ, არ ვითარდები ამ კუთხით. ახლა უსამართლო კი არ არის ბატონი, რომ 2 იმდენი მოსთხოვა. 2 იმდენი რატო მოსთხოვა, იცი? ახლა 10 წლის რო ხარ და სიმღერა ასე გამოგდის. 15-ის რო ხარ, ხო უნდა განვითარებაში გეტყობოდეს, ეგრე არ არის და მე ეს ნიჭები რისთვის მიეცა, იცი ადამიანს, იმისთვის კი არა, რომ თავი მოეწონოს და ვიღაცამ სცენაზე ტაში უკრას, არა. იმისთვის, რომ ადამიანებს სარგებელი მოუტანოს ამ სიმღერით და გამოიყენოს საკუთარი სულის გადარჩენისთვის, ცხონებისთვის. ყველაზე მთავარი ეგ არის. თორე არც ფეხბურთი არ უშველის, არც სიმღერა, არც არაფერი ადამიანს ღვთის წინაშე რო წარდგება, იქ მთავარი არის, რომ სული გადაირჩინო რაღაცით. და ვინც სწორად გამოიყენებს ღვთისგან ბოძებულ ნიჭს, ის გადაირჩენს სულს. და კიდე არსებობს ისეთი ნიჭი, რომელიც ყველას გვაქვს. ეს არის დრო. ესეც ღვთისგან მოცემული. ესეც ზოგს მეტი მოგვეცა, ზოგს ნაკლები. ოღონდ ჩვენ არ ვიცით ვის რამდენი მიეცა. ახლა წარმოიდგინეთ, აი რო არსებობდეს მამა თეოდორა ესეთ შედარებას ამბობდა და ძალიან მომეწონა ქვიშის საათი, ხო ყველამ ვიცით და წარმოიდგინეთ, რომ ამ ქვიშის საათის ზედა მხარე შეღებილი რო იყოს, დაფარული იყოს, არ ვიცით რამდენია ქვიშა და ესე დგას და გითხან, რომ ბოლო მარცვალი რო ჩამოვარდება, იქამდეა შენი სიცოცხლე. ხო და ეხლა არა უსასრულო არა, ნახე როგორ არის. ის ხო არ არის უსასრულო, ხო გარკვეული რაოდენობის მარცვლებია და სადღაც ხო ზოგი ნახევარ საათიანია, ზოგი რაღაცა, მაგრამ მაღლით ვერ გაიგებ, როდის ბოლო მარცვალი როდის ჩამოვარდება, ხო? შენ ხედავ, რომ ქვიშა მოდის და მოდის, მაგრამ როდის შეწყდება, რას გაიგებ, მაღლითა მხარე დაფარულია, რამდენი დაგჭა, ვერ იგებ. და აი მას გავს შენი სიცოცხლე. ბოლო მარცვალი როდის ჩამოვარდება, არ იცი. ამიტომ იქ არა გაქვს დრო დასაკარგი. მოდი ახლა გავერთო იქ დრო მოვკლა. ხო არის ესე ტერმინი დრო მოვკლათ. დრო მოსაკლავი დრო არ აქვს. ყველა წუთი და წამი ძალიან ძვირფასია და ყველა წუთს და წამს რაღაცა გარკვეული მისია და დანიშნულება უნდა ჰქონდეს. ჩვენ სამწუხაროდ აი თქვენი თაობა უფრო პატარებიც კიდე ტელეფონში ძალიან ძვირფას დროს კარგავენ. ძალიან ძვირფას დროს აი თან არაფრის მომცემ რაღაცას აკეთებს იქ ადამიანი. ერთი და იგივე რაღაცას უყურებს, ათვალიერებს, ის ლენტა არასოდეს არ გამოილევა, რომ სკროლავს და
აი რაღაცა ძალიან ბევრი დრო გვეკარგება. პატარებს კი არა, დიდებსაც ჩვენ სამწუხაროდ. აი მე ზოგჯერ დამიჭერია ჩემი თავი, რომ შეხვედი და არაფერი არ გააკეთე, კაი დრო დაგეკარგა. ეს საცდურია. ჩვენ აღმოაჩინოთ, რომ ეს არის საცდური. ამიტომ რაც უფრო შორს დაიჭერ თავს და მხოლოდ საჭიროების ამერ გამოიყენებ, ძალიან ბევრი დრო დაგჭება იმისათვის, რომ შემოქმედებითად განვითარდე. რაღაცა შექმნი. იქ დრო იკარგება. იმ დროს ჩვენ ეშმაკი გვტაცებს, პარავს. ახლა მაგალითად სულ ვეუბნები ხოლმე ბავშვებს, მოდი დავითვალოთ მეთქი და გამოვითვლით ხოლმე და ძალიან კატასტროფულ შედეგებამდე მივდივართ. რას გულისხმობ? დღეში 1 საათი რო გაატაროს და 1 საათს ვინჯერდება, ბავშვები ზოგი 5-6 საათი არიან ჩაყირავებული ამაში. მაგრამ სულ 1 საათი გაატარო ტელეფონში. არ ვამბობ იმას, რომ ვიღაცას საჭირო მესიჯი მიწერო და დაურეკო, აი ეს რაღაცებს ათვალე. წელიწადში წარმოიდგინეთ, რამდენი საათი გამოდის, რამდენი დღე. კი, მაგრამ 1 თვე გამოდის, ჩვენ რო გამოგითვლია. აი 1 თვე 12 თვიდან, ნუ ღამე გძინავს ახლა თავის. რო იჯდე და მარტო ტელეფონს უყურე. ხო კატასტროფა. აი ამდენი დრო იკარგება. არ დავეუბნები ხოლმე დღეში 10 გვერდი რო წავიკითხოთ რაღაც 10 გვერდის სულ რა არის 20 წუთი ჭირდება ხო ესეთ ნელა რო წაიკითხო დღეში რო 10 გვერდი წიგნი ესა თუ ის წიგნი წაიკითხოს კაცმა წელიწადში ექნება წაკითხული 3600 გვერდი ხომ 3600 გვერდი უკვე რამოდენიმე სქელტანიანი წიგნი და რამდენი რამე ეცოდინე აი თქვენ ხართ ახლა რამდენი 13-14 წლისები აი 23-24 წლისები რო იქნებით თქვენ უნდა გქონდეთ სადღაც აი ამ პრინციპით მე რაც თქვენ სადღაც აი 80-100 ესეთი ცოტა მოზრდილი წიგნი წაკითხული მაგრამ ახლა თქვენ თუ გინდა ჩაატარეთ და ტირძნიში შეეკითხეთ 23-24 წლის გოგო ბიჭებს აქვთ თუ არა ამდენი წიგნი წაკითხული და აღმოაჩენთ რომ შეიძლება 100 და ერთსაც არ ქონდეს სამწუხარო რეალობა იცი რატო არ აქვს აი 10 გვერდის წაკითხვა რო გეზარება დღეში უბრალოდ მოსინჯეთ მე ზოგი წიგნი ისეთია რომ ისე შეგიყოლებს 10 კი არა სანამ არ მორჩები იმ დღეს ვერ გაანებებ თავს ზოგჯერ ამბობენ რომ აი ამა თუ იმ ბავშვზე რომ არ უყვარს წიგნები მე არ ვიცი შეიძლება მე ვწდები მაგრამ მე ვფიქრობ წიგნი ყველას უყვარს უბრალოდ ვერ იპოვა მან ისეთი წიგნი მას რომ აინტერესებდა ამიტომ უნდა ეძებო და იპოვა ხო არ დაგხალეთ შეიძლება ისეთ რამეზე ვლაპარაკობ თქვენ რო არ გაინტერესებდათ მაგრამ ჩემი გულის ტკივილი კი გითხარით აინტერესებს ინერენ ძალიან ცელქები მოსდა მათვის აი ეს მე ცელქობა ძალიან კარგია ცელქობა ნიშნავს რომ ამაში ეხა ხო არის პულტიანი მანქანა როა და რომ მიაწევი და ვეღარ მიდის ესე იგი რისი ნიშანია ძალა გამოელია ხო მართალია დაჯდა ელემენტი ესე იგი ცელქი მანქანა ხო ნიშნავს რომ კარგა არის დამუხტული ხო და ესე იგი წავხელა ძალით არიან დამუხტულები თავარია ეგ მაგ ძალას სწორი მიმართულება მივცეთ თორე თქვენში დღევანდელ ახალგაზრდებში ძალიან დიდია ძალა ძალიან დიდი ძალა და თავარია რომ აი სწორი კალაპოტი მიეცეს სახთო კალაპოტი რატო იმიტომ რომ თუ ჩვენ სახთო კალაპოტს არ მივცემთ ეშმაკი სათავისოდ გამოიყენებს აუცილებლად და ამ სამყაროში კიდე სხვა ძალა არ არსებობს არის ღვთის ძალა და არის ეშმაკის ძალა თეოდორ დოსტოევსკი ასეთ რამეს ამბობს ამ სამყაროშიო სატანაო ღმერთს ებრძვის და ამ ბრძოლის ხაზი გადის ადამიანის გულზე ჩვენი გულია სინამდვილეში ბრძოლის ხაზი აქვინ გაიმარჯვებს და აქვინ გაიმარჯვებს იცით ერთი პაპა ასწავლიდა თავის შვილიშვილს რომ შვილო თითოეულ ადამიანში ორი მგელი იბრძვის ერთი სიკეთეო და ერთი ბოროტებაო და ჩამოუთვლის სიკეთე რა არის ბოროტება რა არის და პაპაო ბოლოსო ვინ იმარჯვებს და პაპა ეუბნება რომ რომელსაც თავადეს ადამიანი კვებავს ის იმარჯვებს ჩვენ რითი ვკვებავთ სიკეთეს სიკეთის კეთებით
მოწყალებით, დათმობით, მიტევებით, ჭირის გაზიარებით და ასე შემდეგ. ბოროტებას რით იკვება? რომ დააბეზღებ, რომ დასცინებ, რომ არაპატიებ, რომ უწმინდურად მოიქცევი, რომ ტყუილად თუნდაც აი დროს ტყუილად დაკარგავ. ხო და ჩვენ თუ ჩვენს გულში სიკეთეს, ანუ ქრისტეს არ გავამარჯვებინეთ, ჩვენს გულს აუცილებლად ბოროტება, ეშმაკი დაეპატრონება და თავის საკეთებელ საქმეებს გაგვაკეთებინებს. ჯვარი წერია ყველას, მაგრამ ეს ნამდვილად ესე იქნება. არ არსებობს სხვა ძალა. ეს ორი ძალაა და ჩვენ ამოვირჩიოთ და ამოსარჩევიც არაფერია. ვის ვემსახურებთ? ან ქრისტეს უნდა ემსახურო, ან ეშმაკს. შუალედური რგოლი უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ ჩვენ ყველანი ვდგავართ ამ არჩევანის წინაშე. ყველა დღეს ასეა, ყველა საათში ასეა. ყოველთვის ჩვენ აი ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ, საით გადავდგათ ნაბიჯი. აი მე გისურვებთ, რომ ყოველთვის სიკეთისგან გადაგვედგას, მაგრამ ეს იოლი არ არის. სიკეთის კეთება იოლი არ არის. შეცდომები მოგვივა, მაგრამ ამ შეცდომებისთვის არსებობს სინანულის საშუალება, აღსარება, რომ გამოასწორო. მე არ ვიცი თქვენ დადიხართ ტაძარში თუ არა, მაგრამ არის ხოლმე ტირძნისში წირვა-ლოცვა ტარდება, კარგი იქნება, რომ აი აღსარება ხშირად თქვას ადამიანმა. ჩვენ ყოველდღიურად რაღაც გვეშლება, უშეცდომა არავინ არ არის. არც გასაკვირია იმაში, რომ ჩვენ გვეშლება. მაგრამ ვაჟკაცი და მამაცი ის არის, ვინც აღიარებს იმას, რაც ეშლება და ცდილობს გამოასწოროს. აი ეგ არის სიმამაცე. მაგითი განიწმინდება ადამიანი. და ჩვენ თუ ხელებს ერთითვე არ დავიბანთ, ჩვენი ხელები ძალიან საშინელი სანახავი იქნება. ერთი წელი თუ არ დავიბანთ, მით უმეტეს. სულიც ეგრეა. თუ აღსარებით არ განიწმენთ სულს, ერთი თვის მერე უფრო დაბინძურდება, ერთი წლის მერე და ეს რაში გამოვლინდება, იცით? ახლა ხელები ხილულია და ჩანს, რომ დაისვარა, მაგრამ სული უხილავია, მაგრამ სულის დაზიანება გამოვლინდება ჩვენს მეტყველებაში, ჩვენს ქცევაში, ჩვენს ფიქრებში, ჩვენს ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაში. და მერე უკვე გამოჩნდება, რომ როგორი დაბინძურებულია ჩვენი სული. აი მაგალითად ადამიანი რომ ბილწ სიტყვას ამბობს, ესე იგი ეგ რას ნიშნავს? რაც გულში ჰქონდა ის თქვა. უფალი ასე ამბობს სახარებაში, რომ გულში რაც ჭარბად არის, პირი იმას მეტყველებს. განა შოთა რუსთაველმა იგივე არ გითხრა, კოკასაში რაცაც დგას, იგივე წარმოდინდების. რაც ამ ფინჯანშია, რო გადმოაყირავებ, ის წამოა რაც შიგარი, ხომ ერთად წყალი თუ აღვინო ხო არ წამოა იქ. გულში თუ სიკეთეა, იქიდან ბილწი სიტყვა როგორ წამოა. მაგრამ გულში თუ ბარი ბილწი სიტყვა ის წამოა. ამიტომ ჩვენ როგორც მეტყველებთ, უნდა დავაკვირდეთ და გავიგებთ როგორი გული გვაქვს. ჩვენ როგორი ფიქრებიც გვაქვს, ამითიც გავიგებთ როგორი გული გვაქვს, ხას როგორ ვექცევით. გულს გაწმენდა ჭირდება. ხო გახსოვთ გამადიდებელ შუშაზე რა ვთქვით. ჩვენში ბევრი ცუდი თვისებებია. მაგრამ ყველას ერთად არ უნდა ებრძოლო. რაღაც ერთი უნდა ამოარჩიო. და რომელი უნდა ამოარჩიო, იცი? რომელიც ყველაზე მეტად შემოგვეჩვია. აი რომელიც ყველაზე მეტად გვამარცხებს. ვიღაცისთვის შეიძლება ეს იგივე ბილწ სიტყვაობა იყოს, რაც ვიღაც უფრო მეტად ტყუილს შეეჩვია. ვიღაცას ხვის დაცინვას და ასე შემდეგ, მოკლედ და ყველას ერთად რო ებრძოლო, წმინდა პაისი ათონელი ამბობს, არ გამოგივა. ამიტომ იმას უნდა ებრძოლო, რომელიც ყველაზე მეტად გებრძვის და აი ეს გამადიდებელ შუშას წეღან რო დაწვა, ხო გახსოვთ, ერთი წერტილი რო ამოვირჩიეთ, დაწვა. და მთლიანად რო მივაშუქეთ, არაფერიც არ მოხდა. კიდე რა ვთქვათ? ბავშვობიდან ტირზნისში გავლა ძალიან მიყვარდა ხოლმე. დედა ერედველი მყავს. და ერედში წასვლა ჩემთვის იყო ხოლმე დიდი ზეიმი.
მე და ჩემი ძმა მივდიოდით ხო, იქ დავიზარდეთ ფაქტიურად. ზამთარ ზაფხულ არ დადეგებზე სული ქვიყავით. უნებრივია ტირძნის უნდა გაგვეარა ავტობუსით თუ მანქანით და ტირძნის რო გავწდებოდით უკვე დიცისკენ, დიცაც რო გავწდებოდით უკვე ერედვი იწყებოდა და ისე გვიხაროდა. გაქვთ გადაწყვეტილი რამეს ადაპირებთ ჩაბარებას ან როგორ აპირებთ გაგრძელებას? სად? უნივერსიტეტში თქო ვაპარებ და იურიდიული სამართალი. სამართლის ლექციაზე მოხდა ესეთი რაღაც. შეიძლება თქვენიც ეს ამბავი, მაგრამ მაინც გავიხსენოთ. სამართლის ლექცია მიმდინარეობს. და ეკითხება ლექტორი, რომ იცით სამართალი და სამართლიანობა რა არის, რა განსხვავებაა, ვიცითო? და არ მახსოვს რა უპასუხეს ამ სტუდენტებმა, მაგრამ მე ერთი გოგონა, შენ რა ქვია? ლიზის გაუბრაზდა ლექტორი და გააგდო აუდიტორი და სრულიად დაუმსახურებლად. და განაგრძო ლექცია. ლექციის ბოლოს ეუბნება ბავშვებს. მე რომ ლიზი გავაგდე აუდიტორიიდან, მე სამართლიანად მოვეკეციო, მე მართალი ვიყავიო? არა, პატივცემულო ლექტორო, უთხრეს ბავშვებმა. და მე რატო არ დაიცავით? ანუ მარტო ის რომ იცოდე რა არის სიმართლე, არ ნიშნავს რომ სამართლიანი ხარ. იმას ჭირდება სიმამაცე, რომ ის დაიცვა. იმ ბავშვებს ხო უნდა ეთქვათ, რომ პატივცემულო ლექტორო, რატო გააგდეთ ლიზი? ხო არაფერი დაუშავებია. ესმით, ან იმას სიმამაცე ჭირდება, რომ ის დაიცვა. რაც შეიძლება რაღაც იცოდე, რაღაც გჯეროდეს, მაგრამ შენ ვერ დაიცვა ის. აი მაგალითად მოწამეებზე რო გითხარით, მათ იცოდნენ, რომ ქრისტეს მოძღვრება ჭეშმარიტებაა, მაგრამ როდესაც უარყოფა მოსთხოვეს ამ ყველაფრის, მათ გამოიჩინეს სწორედ ის სიმამაცე და დაიცეს თავისი რწმენა და ამითი გადარჩნენ და ცხონდნენ. ესე რომ ესეც საჭიროა. ესე რომ მე გისურვებ, რომ ემსახურო სიმართლეს და სიმამაცით. სიმამაცით. რამდენი ხართ სპორტსმენები? 3 ბიჭები? ყველა ფეხბურთზე დადიხართ? კალათბურთი. გოლში დადიხართ? სად 2 დარბაზია მე მგონი, ხო? ივერიონი. ივერიონი. ეხლა რაღაცა ყოჩაღობს ივერიონი. მე მგონი პირველ ადგილზე იყო ამ ბოლო დროს რო ნახე თუ თვითონ ის თავარი გუნდი. ეხლა ბოლოს არ მე წინაზე კარგად თან ახლა ახალი გადმოსულები არიან უმაღლეს ლიგაში და ჩაღობენ. კარგია. კარგია, სპორტი ძალიან კარგია. შეიძლება ადამიანი ამათვე სპორტზე არ დადიოდეს, მაგრამ სახში უნდა ვარჯიშობდეს. უნდა ვარჯიშობდეს, რომ ამ სპორტმა უნდა, ესე იგი, ბევრი კარგი თვისება გამოიმუშაოს ჩვენში. ის მოთმინება, ის რაღაცა, იგი თავშეკავება, ძალიან კარგია სპორტი. მე ფიზიკურად რომ კარგად ხარ, რომ ჯანმრთელად ხარ, შენ თვითონაც კარგად გრძნობ თავს. მე ამ სპორტმა იცის შეყვარება. რომ შეგიყვარდება ვარჯიში და თავს ვეღარ ანებ. გიყვარდება იმართლა ეგრე. ჩემს თავზე მაქვს გამოცილი პატარაობიდან. მამამ შეგვაჩვია ვარჯიშს, მე და ჩემი ძმა და ვარჯიშობდით ხოლმე. ახლა დღემდე სახში ცოტას ვარჯიშობ.
გარეთ ცირბილს და იმას ვერ დავიწყებ, მაგრამ საერთოდ ცოტა რაც შემიძლია ხოლმე. ცოტა ფორმაში რო ვიყო. მე მეხმარება ეს მსახურება, ეს მეხმარება. კი, ენერგიას გმატებს და წირვალოცაზე რო დგეხარ. ეხა იქ მრავალი საათი გიწევს რო ფეხზე იდგე, ამაში მე მეხმარება. ყველაფერში დაგეხმარება. კარგი, ძალიან აღარ გადაგტვირთავთ ახლა. ყველაფერი ზომიერია საჭიროა. სხვა დროსაც თუ მოიფიქრებთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი გულის კარი ყოველთვის ღიაა, ესე იგი და თუ სურვილი გექნებათ, ჩამოგვიარეთ. თუ გნებავთ, ერთხელ თვითონ საკვირაო სკოლის საუბრების დროს ჩამოგვიარეთ ორშაბათს. თუმცა იქ ესეთი სიმშვიდე არ დაგხვდებათ, იქ ცოტა პატარებიც რო არიან 6 წლისები, 7 წლისები, 20 წლისები. ცოტა ბევრი ბავშვები არიან ხოლმე და ცოტა უფრო ხმაურია ხო. მაგრამ რა ვუყოთ, ეგრეა ხა საჭირო. ხო არა გაქვთ რამე შეკითხვა? ერთი შეკითხვა მაქვს. აბა? წაღან ახსენეთ სამშობლოსათვის იარაღით ბრძოლას. და როგორც ვიცით, ქრისტიანულად ხომ არის გასდაკლა ცოტა და ანუ ეგ ვინ სამშობლოსთვის იარაღით ბრძოლებს ომში ან ხო ხდება ადამიანის მოკვედა გარეთულება? ნახე როგორი ამბავია. ჩვენ თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, ჩვენ აი მე არ მახსენდება სადმე ჩვენ შევჭრილი ყავით და რაიმე დაგვეპყრო. ჩვენ თავს ვიცავდით. თავს რო ვიცავდით, იმიტომ კი არა რომ მტერი გძულდა. ნუ მოვიდოდა და არც არაფერს არ ვესროდით გესმის და არც ხმას არ მოუღერებდით, მაგრამ კაცი რო აი მოდი სამშობლო და ოჯახი, ისიც ხო ჩვენი ოჯახია, დიდი ოჯახია. აი ოჯახში ზიხარ და ვიღაც შემოგივარდა და უნდა აგიწიოკოს მშობლები, დედა, და თუ ძმა, პატარა და ჩვენ ახლა რატო ვიღებთ იარაღს ხელში? ეს ჩვენები რო გვიყვარს გესმის. ჩვენ თუ არ ავიღებთ იარაღს ხელში, მაშინ გამოვა რომ ამითი სხვას კი არა, ჩვენებს დავხოცავთ. იმიტომ ამათ დაგვიხოცავთ. და ამ ხელში იარაღს იმიტომ იღებ, რომ შენები გიყვარს და შენები დაიცა. და თუ ამას არის და უფრო დიდ დანაშაულს ჩადიხარ. კი, რა თქმა უნდა, ომიდან რო დაბრუნდებოდნენ, მაშინვე არაზიარებდნენ, მრავალი ადამიანის სისხლში იყო ხელი გასწრილი. მაგრამ იქ წაუსვლელობა უფრო დიდი სისხლისღვრა იქნებოდა. და ამიტომაც მოვალე იყო ქართველი კაცი ეს გაეკეთები. როდესაც ოჯახს შეურაცხყოფენ, როდესაც სამშობლოს შეურაცხყოფენ და ემუქრება საშიშროება, როდესაც რწმენას ემუქრება საშიშროება, იქ ადამიანი მოვალეა რომ იარაღი აიღოს ხელში. იქ აქვს უფლება რომ აიღოს ხელში იარაღი. და ეგ არ არის დანაშაული. პირიქით, დანაშაული ის იქნებოდა, რომ აი ჩვენი ძვირფასი კაცი დარიყო და ნება მიეცა მისი ოჯახის აწიოკების. აი ეგ იქნებოდა დანაშაული. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარია თქვენი აქ მოსვლა. მე ძალიან მიხარია ბავშვები რომ მოდიან და რომ ინტერესდებიან ამით. ძალიან მიხარია. ყველანაირად ვცდილობ, რომ არასოდეს უარი არ თქვა. ან აქ მოსვლა ვისაც უნდა, ან ჩვენ რო გვეუბნებიან, რომ სადმე ჩავიდეთ, არასოდეს აი უარს ვერ ვეუბნები. სულ რაღაცა გადატვირთული იყოს, მაინც რაღაცა დრო უნდა გამოვნახოთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. მე შეიძლება რამე განსაკუთრებული არ თქვი ახლა. თქვენ ისედაც იცოდით ის ყველაფერი, რაზეც ვილაპარაკე, მაგრამ უბრალოდ ამ თემაზე საუბარი რო შედგა, აი ეს არის უკვე თავისთავად მნიშვნელოვანი. მე რომც არ ყოფილიყავი და თქვენ გესაუბრათ ერთმანეთში ამ თემებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ძალიან კარგი იქნებოდა და თქვენ ერთმანეთისთვის მოგესმინათ. მაშ ლიზა დაამახსოვრდა. გიორგი ხო, გიორგის რა დამავიწყებს, ხო გითხარით, როგორ მანუგეშა ერთ დღეს. შენ რა ქვია? ცოტნე, კალადბურთელი, რა გვარი ხარ? ნასყიდაში.
რუისიდან არის თქვენი გვარი ნასყიდაშვილი, ბევრი არიან ტირძნის ნასყიდაშვილი. დამბერია. მე რამდენადაც ვიცი რუისიდან არის ნასყიდაშვილი. შენ რა ლიზი. ორი ლიზი. აჰა, ეხლა უფრო დავამახსოვთ. მესამეც ხო არ გყავთ? არა. მეორე წოტნეც ხო არ გყავთ? სამი გიო, ერთი სურამელი. ორი, რა გვარები ხართ? ხმიადაშვილი. შენ გიოს ნაცავი ხო არა ხარ, ხმიადაშვილის. ჩვენთან გიორგი და დავით. თია ტირძნიში ასწავლის? თქვენ სკოლაში? გასწავლით რამე? რას ასწავლის? ბუნებას? ძალიან ძვირფასი ადამიანია თია. ძალიან ძვირფასი ადამიანი. კარგი ადამიანი. გიორგი და დავით. და დიდი დები ყავთ გიორგის და დავითის დიდი დები. შენ რა გქვია? დემეტრე. შენ? თამარი შენ? ელენე. შენ? სოფია. სოფია ჩემთვის განსაკუთრებული სახელია, ჩემს მეუღლეს ქვია სოფია. ძალიან მიყვარს ეგ სახელი. აბა შენ რა? ანა. მარიამ. მათე ბიჭი. საბა. თემუკა და გოგონას? ცისია? ცისი. შენ? ლინდა. ცისია, აი სხვათა შორის მიფიქრია ხოლმე რა საოცარი სახელია ცისია. ანუ მიწისა კი არა, ცისა, ცას უკავშირდება. ანუ აი ხო არის ხოლმე, მაგალითად არის კიდე სახელი ცისა, ხო არის? ცისა არის სახელი. არის კიდე ციციც არის სახელი. რა? ციცო? ციცო? ხო და ხო არის სახელი კიდე? ცისანა. არის სახელი ღვთისო. ანუ ღვთისა რო, ანუ ღმერთისა რო არა ხო? ეს ცისა, ღმერთისა და ცისა ფაქტიურად ერთ და იგივე. ღმერთისა, ანუ ცისა, ციური კიდე ხო არის? აი შეიძლება ჩვენთვის ახლა ეს ცოტა მოძველებულ სახელად ითვლებოდეს ციური, ხო, მაგრამ რო დააკვირდე რა, ახლა ეს ციური ახლა მნიშვნელობის სახელი. ჩვენ ამ ბოლო დროს რაღაცა შეგვიყვარდა რომ გავპრანჭოთ ესა თუ ის სახელი, აი მაგალითად გვინდა რომ თინათინი კი არა, თიკა დავარქვათ სიტყვაზე, მაგრამ რა მშვენიერია თინათინი, სახელი თინათინი. საოცარი სახელია თინათინი. იგივე თამარი, ქეთევანი, საოცარი ამბავი. დემეტრე. კარგია. თქვენ რო გაიზრდებით, შვილები რო გეყოლებათ, დაარქვით აი ჯანმრთელი ქრისტიანული სახელი. არის რომელიმე სახელი, რომელიც ქრისტიანული, ანუ სახელი, რომელიც ქრისტიანული არ არის? არა, ქრისტიანულ სახელში ნახე რას გულისხმობ, არსებობს ქრისტიანული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც შვილები, მშობლები მაბადიეთ, შვილებს არქმევენ ამა თუ იმ წმინდანის სახელს. მაგალითად, აი ცოტნე რო ჰქვია, ცოტნე დადიანი, ხო რამხელა გმირობა ჩაიდე. აი გიორგი ქვია, წმინდა გიორგი. იქ დემეტრე თავდადებული და ნახე აი მშობლის განწყობა. ეუბნეო, წმინდაო გიორგი, მე შენს იმედ დათვალ და შენს სახელს ვარქმევ. შენ იყავი მფარველი ჩემი შვილის. გესმის რამხელა რაღაცა აი წარმოიდგინეთ უბრალოდ რა აი რომ და შენ რო ენდობი იმ წმინდანს, ის წმინდანი იმედებს არ გაგიცრუებს, დაიფარავ შენ შვილს. მაგრამ რაღაცა უცნაურ სახელს რო არქმევ, უბრალოდ ამ შემწეობის გარეშე ტოვებ. ღმერთი ყველას შემწეა და ადამიანი რო ინათლება ყველას მფარველი ანგელოზი გამოეგზავნება ღვთისგან, მაგრამ აი ამა თუ იმ წმინდანის იმედად რომ კიდე რაღაც სახელს არქმევ, ეს უკვე იმ წმინდანისადმი დიდი იმედია, დიდი სასოებაა, დიდი შეწევნაა შვილისთვის. თორემ ნახე როგორ არის თავის დროზე სანამ წმინდა გიორგი იქნებოდა, მას ხო გიორგი დაარქვეს. მანამდე ხო არ იყო წმინდა გიორგი სხვა, მაგრამ მის გამო განიწმინდა ეს სახელია რა. და განაა შეიძლება სხვა სახელიც დაარქვა რომელიმე. თავის დროზე ახლა რო არქმევდნენ
ანტონის რო არ ქმნიდნენ, სანამ ანტონი დიდი იქნებოდა, შეიძლება არავინ არ იყო წმინდანი ანტონი, მაგრამ დაარქვეს ეს სახელი, ხო? მაგრამ დღეს გვაქვს ეს შესაძლებლობა და რატო არ უნდა გამოვიყენოთ? მაგრამ სამწუხაროდ არის ხოლმე ისე რაღაც უცნაური სახელი უნდა რომ დაარქვას შობილს. რაღაცა ხო აი ჩემს ეგრე გადაწყვეტეს. ლინდა? მეც მინდა რომ მქონდეს წმინდანის. ნათლობის სახელია ლინდა? აბა რა ქვია? ქრისტინა? ქრისტინე. თუმცა მინდა რომ ეს სახელი ქმნოდა წმინდანის. ქრისტინე ბერძნული სახელია და ნიშნავს აი როგორც რო თქვით ღვთისო რო აი ქრისტესი რო აი ქრისტესი ხარ ქრისტინე ეგეთი ამბავი ყველა სახელი ძვირფასია რა თქმა უნდა ადამიანი მატებს ღირსებას თავის სახელს სახელი არ მატებს ღირსებას ადამიანს ესმით ნებისმიერი სახელი ახლა ჩვენ რაც ჩამოვთვალეთ შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან ღირსეული იყოს ჩვენ თუ შევძენთ ამ ჩვენს სახელს იმ ღირსებას ჩვენი საქციელით თორე არც ერთი სახელი არ არის რა თქმა უნდა გინდა ანა როგორი ძვირფასი სახელია ყველა წმინდა ღვთისმშობლის დედას ქვია ანა დიდი წინასწარმეტყველი სამუელის დედას ქვია ანა ძალიან ძვირფასი სახელი სოფიო ნიშნავს სიბრძნეს. სიბრძნე. ეგეთი გოგოც არის. ეგეთი გოგოც არის. მათე მახარებელი გაგონია. ელენე თქვა კიდევ ვიღაცამ, ხო? ელენე დედოფალმა აღმოაჩინა ქრისტეს ჯვარი. ელენე დედოფალი. აი პირველი 3 საუკუნის განმავლობაში ქრისტიანობა ხო იდევნება, ესე მასიურად იდევნება. აი მარტო იმიტომ შეგეკითხებიან ქრისტიანი ხარ? კი, ეთქვი ქრისტიანი ხარ და უკვე შენზე იწყება დევნა, გადასახლება, კონების ჩამორთმევა, სიკვდილი. ხო და პირველი ქრისტიანი იმპერატორი იყო კონსტანტინე დიდი. რომელმაც 313 წელს მილანში გამოსცა განკარგულება. მილანის ედიქტის სახელწოდებით არის ცნობილი, რომლის საფუძველზეც ქრისტიანობა გაუთანაბდა სხვა რელიგიებს, ანუ აღარ იდევნებოდა. ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ბრძოლაში, უბრალოდ მანამდე ერთ-ერთ ბრძოლაში წასვლის წინ მას ზეცაში ჯვარი გამოუჩნდა. და კონსტანტინე შეეშინდა, იმიტომ რომ ეს ჯვარი იყო მანამდე დასასჯელი იარაღი. ყველაზე უფრო აი ძიმე დანაშაული ვისაც ჰქონდა და ყველაზე უფრო სასტიკად და სამარცხვინოდ ვინც უნდათ სამაგალითოდ დაესაჯათ, სწორედ იმათ აკრავდნენ ხოლმე ჯვარს. იმიტომ ქრისტემ ამიტომ მოინდომა ჩვენთვის ჯვარს, მაგრამ ყველაზე უფრო მკაცრად და სამარცხვინოდ ჯვარს გაეკრათ ჩვენი სიყვარულისთვის, წარმოიდგინეთ რა. და როდესაც კონსტანტინეს გამოუჩნდა ეს ჯვარი, ის წარმართი იყო, მაშინ მონათლული არ იყო და შეეშინდა. და ძილში გამოეცხადა იესო ქრისტე და უთხრა რომ ნუ გეშინიაო, გამოსახეო შენს ჯვრებზე, შენს დროშებზე, საბრძოლო მუზარადებზე, ფარებზე ჯვრის ნიში გამოსახე და ასე შეიარაღებული წადით ბრძოლაშიო და გაიმარჯვებთ. იმიტომ რომ რო გამოუჩნდა ჯვარი ეწერა ამით ძლიე, ანუ ამითი დაამარცხე და მართლაც ესე შეიარაღებული წავიდა ბრძოლაში გაიმარჯვა. მერე დააინტერესდა სად იყო ქრისტეს ჯვარი. და სწორედ ამისთვის თავის დედას ელენე დედოფალს გზავნის იერუსალიმში, გაატანს იერუსალიმის მღვდელმთავართან წერილს, სადაც თხოვს, რომ თავის დედას ელენე დედოფალს მიეხმაროს ამ ჯვრის პოვნაში. მაგრამ ეს ჯვარი არავინ არ იცოდა სად არის. იმიტომ რომ იმპერატორები ცდილობდნენ, რომ ყველა ის ადგილი, რაც ქრისტესთან იყო დაკავშირებული, ბეთლემი იქნებოდა, იერუსალიმში ის გოლგოთა ჯვარცმის ადგილი თუ სხვა, საფლავი თუ სხვა, ყველაფერი მიწით დაეფარათ, რომ ადამიანის გონებიდან წაეშალათ მეხსიერება ქრისტეს შესახებ. ვერაფრით ვერ პოულობენ. იქ აღმოჩნდა მე ერთ-ერთი მოხუცებული კაცი, რომელსაც იუდა ერქვა
ოღონდ ეს იუდა კი არ არის, ვინც გაყიდა, ის პირველ საუკუნეში იყო, მათთან გავრცელებულია სახელი იუდა, როგორც ჩვენთან მაგალითად შეიძლება სულაც გიორგი ერქოს ვიღაცა, შეიძლება კახაბერი ერქოს, ვახტანგი ხო? გავრცელებული სახელი. ამ იუდამ დაახლოებით იცოდა გადმოცემით წინაპართაგან, სად შეიძლებოდა ეს ჯვარი ყოფილიყო. მაგრამ არ უნდოდა გამხელა. და მე ამ იუდას ბევრი განსასწრებელი შეემთხვა და მიხვდა რის გამოც შეხვდა ეს განსასწრებელი და გამხილა დაახლოებითი ადგილი ამ ჯვრის. რომ გათხარეს იპოვეს 3 ჯვარი. და ვერ იგებდნენ რომელია ქრისტეს ჯვარი და მიცვალებულს მოასვენებდნენ და მიცვალებულს 3-ვე შეახეს რიგრიგობით და ერთ-ერთი ჯვრის შეხებისას მიცვალებული გაცოცხლდა. მე ერთი ახალგაზრდაც განიკურნა ამის შეხებისას და მიხვდნენ რომ ეს იყო ქრისტეს ჯვარი. და ეს ჯვარი რომ ყველას თაყვანისცემა შეძლებოდა ამაღლეს რომ ყველას დაენახა და თქვენ იცით 27 სექტემბერს არის ჯვართა მაღლების დღესასწაული. ეს სწორედ ამას უკავშირდება. სწორედ ელენე დედოფალმა მოიძია და იპოვა ეს ჯვარი და მან მრავალი ტაძარი ააშენა ისრაელის მიწაზე, ქრისტიანული ტაძრები. შეიძლება დიდი წმინდანი ელენე დედოფალი. და საერთოდაც კარგია რომ ადამიანმა თავისი ფარველის წმინდანის ცხოვრება იცოდეს და მას ევედრებოდეს, იმიტომ ის ფარველია მართლა შემწეა ჩვენ. რაღაც რო გიწის შეევედრო. დაგეხმარებ. რითი ხართ ჩამოსულები, მაშ ვთქვით? სხვა ხო არაფერი შეკითხვა გაქვთ? ჩემს მეგობარს აქვს შეკითხვა. ცხოველები სიკვდილის შემდეგ არსებობს სამოთხელე ჯოჯო? არა. ცხოველებს არ აქვთ სული, იმ გაგებით ჩვენ რაც სული გვაქვს. ახლა ჩვენ გვამბობთ სულიერი და უსულო არსებები, მაგრამ სული იმ გაგებით რომ აგრძელებს ცხოვრებას, ის სული ცხოველებს არ აქვთ. ამიტომ ცხოველზე არასოდეს არ ვამბობთ რომ ის გარდაიცვლება. ცხოველი კვდება. ძაღლი ხო არ აქვს სახში. შემდეგ რა ხდება? შემდეგ არაფერი, ქრება, მორჩა. მისი არსებობა იქ თავდება. მარტო ადამიანია ისეთი, ვისი არსებობაც არ თავდება. ჩვენი არსებობა გრძელდება. როგორ ვამბობთ აღდგომის ტროპაში, ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა, სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. ქრისტე აღსდგა. აი წარმოიდგინეთ, მოკლეს, მაგრამ ვერ მოკლეს, აღსდგა, გაცოცხლდა. და მან თავისი სიკვდილი დაამარცხა. სიკვდილი აღარ არსებობს. ჩვენზე ძალა სიკვდილს აღარ აქვს. ჩვენ გარდავიცვლებით, ჩვენ არ გვდებით, გარდავიცვლებით და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი და იმ გარდაცვლილებსაც, ვინც მანამდე იყვნენ და მოკვდნენ, ხო, მაშინ ეს სიკვდილი იმათაც სიცოცხლე მიანიჭა. ისინი თავის დროზე აღსდგებიან მეორედ მოსვლის წინ, აღსდგებიან. ყველა მიცვალებული აღსდგება. ვინც მაშინ ცოცხალი იქნება, მათი სხეულით შეიცვლება და არ იქნება ხორციელი სხეული. ხორციელი სხეული მოწყვლადია, დანასრო დაუსვებს, სისხლი წამოგივა. სულიერი სხეული არ არის მოწყვლადი. ასეთი სხეული ექნება. იმას კარები და კედელი არ გააჩერებს, გაივლის. ესეთი სხეული ექნება ადამიანს და ყველა ღვთის წინაშე წარდგება საშინელ სამსჯავროზე და ქრისტე ზოგს მარჯვნივ დააყენებს თავის მარჯვნივ, ვინც ცხონებულნი არიან, ზოგს მარცხნივ, თუმცა ქრისტე კი არ დააყენებს ამის პირდაპირ თვითონ ადამიანი დადგება იმ ადგილზე, რაც ეკუთვნის. ეკუთვნის ცოტა ისეთი ნათქვამია,
სასუფეველი ვისეკუთვნის, ღვთის მოწყალებით ვიღებთ, მაგრამ შენ თუ გლახაკ შეიბრალებ, ფშიერს დააყურებ, შიშველს შემოსავ, ავატყობს და პატიმარს მოინახულებ, ქრისტე თავის მარჯვნივ დაგაყენებს. და შენ თუ ამას არ გააკეთებ, მაშინ შენ მარცხნივ დადგები და მე გეკითხებით ახლა, ქრისტე გვაყენებს თავის მარჯვნივ და მარცხნივ, მე რომ გავივლი და გაჭირებულს დავინახავ, განა ჩემს ხელში არ არის, დავეხმარო თუ არ დავეხმარო, არჩევას განა მე არ ვაკეთებ. მე ვაკეთებ, მარჯვნივ დავდგე თუ მარცხნივ. ვინმე რომ მარწყენინებს, განა ჩემზე არ არის, მინდოდეს ვაპატიო თუ არ მინდოდეს. ჯერ ყველაფერი ნდომა არ ნდომაზეა, როგორც მინდა ივანე ოქროპირი ამბობს. ჯერ საკითხავიც არის, გინდა თუ არ გინდა. ისე რომ ჩვენი სული უკვდავია. ჩვენ მარადიულად თან სასუფეველში ვიქნებით, თან ჯოჯოხეთში. ახლა წარმოიდგინეთ მარადიული სატანჯველი როგორი უნდა იყოს, წარმოიდგინეთ რომ არ ვთავრდება. ამ წუთის სოფელში რაღაც განსაცდელი რო გაქვს, კი იცი რომ რაღაცა იქნება, დამთავრდება. წარმოიდგინეთ რომ ის არასოდეს არ ვთავრდება და შენ ეს იცი რომ ის არასოდეს არ ვთავრდება. ამხელა უბედურება. მაგრამ ამავე დროს აბა წარმოიდგინეთ, სადღაც მიდიხარ დასასვენებლად 10 დღით და გათენდა მე-10 დღე და იცი რომ დღეს უკან მიდიხარ. ხო გული გწდება, ხო გინდა რომ გაგძელდეს და სასუფეველში არასოდეს არ დამთავრდება ის სიხარული. იქ მარადიულად გაგძელდება და ყოველთვის მზარდი იქნება. რას ნიშნავს მზარდი იქნება? შეიძლება ამოგივიდეს ხელში დასვენება 10 დღე რაღაცა ერთი და იგივეა. მოდი მოგწყინდა რაღაცა. იქ არასოდეს არ მოგწყინდება. იქ ყოველთვის მოემატება და მოემატება ის სიხარული. და ეს ელოდება ყველა ადამიანს. და იმ რაღაცა ამ წუთისოფლის სიამოვნებების გამო ადამიანმა ეგ არ უნდა დაკარგოს. მაგისტრის უნდა იბრძოლოს. აი რაღაცის გაკეთება რო გიწის სიტყვაზე, მარხვის დაცვა გიწის. იფიქრო რომ შენ ამას იმიტომ იცავ რომ მარადიული სიხარული გქონდეს. შენ იმიტომ პატიობ რომ მარადიული სიხარული არ დაკარგო. და ეს მარადიული სიხარული სადღაც იქ კი არ იწყება. ეს აქვე იწყება. თუ არ პატიობ და ეჩხუბები აქვე მიხდი რომ შენ დაგიმძიმდა გული. თუ პატიობ ეხმარები, მაშინ გძნობ რომ გულმა რაღაც სიხარული შვება, სიმსუბუქე იგძნო. ეს აქვე იწყება. წუხა სინდისი რო ქენჯნის ადამიანს რაღაცის გამო, რაღაც მოიპარე, რაღაც ისე ვერ გააკეთე. სინდისი ქენჯნის არავის დაუნახა, მაგრამ შიგნიდან ვერ ახარ კარგად. ის ჯოჯოხეთი დაიწყო უკვე იქ. მაგრამ აქ არსებობს სინანულის საშუალება. შეინანო, გამოასწორო. გააკეთო ისე როგორც უკეთესო. მშერო ცხოველებზე მაინც და მაინც ბევრს მოიდარდებთ. რა თქმა უნდა, იმ ცხოველს პატივისცემა ჭირდება, მოვლა ჭირდება თავისებურად ყველაფერი. ეგეც ადამიანის ღირსება. მაგრამ ის მარადიული არ არის. ის დროებითი, ის ჩვენთვის არის შექმნილი. მარიკუნა მოდი. იქ იცი კარადაში კონფეტები სადაც არის ხოლმე? რა შეხვალ პატარა ოთახში პირველი კარებს გამოვაგებ დაბლა. იგი ამოწევი გამოიტან. მამა, პოდიშტი კიდევ შევიდა. აბა. ეხლა ხანს გავიგეთ რომ თუ მე ვიზიარებ რომ თქვა ვიღაცას რომ სამდირი არ შეიძლება. რატომ? აი მასწავლებელმა გითხრა რომ თანაგი გძნობ ჯობია თქვა აი რას იზიარებ იმის ტკივილს ანუ შენ ტკივილს ადებ და ეს კიდევ შენს გადაგხდეს და ეგ ვერ გავიდე ცოტა ვერ მოახერხე ჩემ მამასთან ისაუბრე. არა, რატო უნდა გადაგხდეს? ვიზიარებ შენ წუხარებას ნიშნავს რომ ესე იგი მეც წუხარ შენთან ერთად. ვიზიარებ შენთან ერთად ტორტის ჭამას ნიშნავს რომ მეც იგივენაირად ჩავიტკბარუნებ პირს ხო? ჩაეზიარავ ხო? ხო რა რაღაცა ჩაეზიარა ივანაც საქმე ტორტს და შეჭამა ხო მართლა იმ წუხარებაშიც რომ შენ ჩაეზიარები ანუ შენს გაითავისებ იმ ტკივილს მაგრამ ეს ცარიელი სიტყვები არ უნდა იყოს რას გულისხმობ ეხლა მე
მივედი სამძიმარზე, ესე იგი მოწყენილი სახით უთხარი ვიზიარებ და წამოვედი და იქ რაღაცა კომედიას უყურებ ფილმს, ხოლმე ესე იგი შეურაცხყოფ ჩემს თავსაც და სხვებსაც. ეხლა მე აი ჩვენს პატარაობაში ჯერ კიდე მახსოვს, მე ფლავში დავიბადე იქ პირველი კლასი იქ ვისწავლე. აი არ ტელევიზორის ჩართვას ერიდებოდნენ ხალხი. ეს სამარხო არ არის მე მგონი, მაგრამ მეორე ნახე. ერიდებოდა ხალხი ტელევიზორის ჩართვას, რატო? იმიტომ რომ თანაუგრძნობდნენ, მართლა იზიარებდნენ ამ წუხარებას. დღეს ახლა შენ სახში სიმღერებს უსმენ და უცბად გამორთო, წახვიდე, მიუსამძიმრო და მოხვიდე და გააგრძელო. შენ სიტყვებს ფასი არ ექნება. ან ფასი არ ექნება რას ნიშნავს? შენ შეიძლება სულაც ვერ დაგინახეს, რომ სიმღერებს უსმენდით, მაგრამ შენ რომ მეტყვი ვიზიარებო, შენი სიტყვები იმდენად არ ანუგეშებს იმას, როგორც სხვა რომ მივა და ეტყვის, რომელიც ამას აკეთებდა სახშიც, რომ თავი შეიკავა რაღაცეებისგან, მისი სიყვარულიდან გამომდინარე. გესმით რაზე ელაპარაკე? თუ იზიარებ, შენ სახშიც უნდა გეტყობოდეს, რომ იზიარებ. ხო და მაშინ ექნება ფას, თუმცა მაგ სიტყვებმა არ შეგაშინოთ, ეგ არაფერი პრობლემა არ არის. თუ მართლა იზიარებ მის წუხარ, თუ გტკივა, რომ მას ეს მოუვიდა, რატომაც არ უნდა უთხრა. შეიძლება ისიც უთხრა, რაც შენ თქვი, რომ თქვი, თანაგიგრძნობ, განა იგივე არ არის. თანაგიგრძნობ, განა იგივე არ არის. მაშინ იგივე პრინციპით რო ვთქვათ, ხო, გითანაგრძნობ, პროსტორი, იგივე პრინციპით რო ვთქვათ, მაშინ მეც უნდა გადავხდეს რამე ისეთი, რომ მეც ვიგრძნო, რასაც ის ტკივილს ატარებდა. ყოჩა. შენ აქედან არ უშვებთ ხოლმე, ისეთ უკამპეტებს არ ვაჭმევთ. ავამით. ჩამოატა. ამ გოგონასაც აქვს. ავაგის. მოსწავლე ყოფილობაშორესაც გარდაიცვალა ის 300 მოხდებოდა ჯეროდეს. არ არის ჩამოყალიბებულად მაგის შესახებ სწავლება, იმიტომ რომ ესე იგი იქ ვერაფერს ვერ შეცვლი. ან მაგის წოდნა ჩვენ არ მოგცემს არაფერს ისეთ, გესმით, რომ რაღაცა შეცვალო შენ. ამიტომაც ეს მინდა მამათა მიერ არ არის ესე კონკრეტულად ნათქვამი რაიმე ამის შესახებ. თუმცა შენ რო იყო არჩევანის წინაშე სად გაუშვებდი? ხო და შენ თუ 60-ში გაუშვებდი, ღმერთი რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცა, ის ჯოჯოხეთში გაუშვებს. აი ესე უბრალოდ ლოგიკურად რო იმჟევთ, ამიტომ ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ მივანდოთ ღმერთის გულმოწყალებას. თუმცა აბორტის გაკეთება ეს საშინელებაა თავად იმისთვის, ვინც იკეთებს აბორტს. ეს საშინელება. ეს შვილის მოკლა. ამიტომ ძალიან სიფრთხილეა საჭირო. მამო, ისე უპატიებელი ცოდვა არ არსებობს. უპატიებელი ცოდვა ისაა, რასაც არ ნანობს ადამიანი. ეგ არის უპატიებელი ცოდვა. მაგრამ თუ ნანობს, უპატიებელი ცოდვა არ არსებობს, იმიტომ რომ მაშინ რა გამოვა, რომ ბოროტება სიკეთეზე ძლიერია. ეგეთი ცოდვა არ არსებობს. თუ ადამიანი ნანობს, მაგრამ მეორე საკითხია იმის იმედად რომ ღმერთი მოწყალეა, ცოდვა არ უნდა ჩაიდინო, რომ მერე მოინანიებ. ვინ იცის? რამდენჯერ მოხდა, რომ ცოდვის დროს გარდაცვლილა ადამიანი და ვეღარ მოუნანიებ. ამიტომ უნდა იფიქრო. მე რო ეხლა ამის ჩასადენად მივდივარ, თუნდაც იმ გზაზე რო გარდაიცვალო, ცოდის ჩასადენად მიმავალი გზაზე გარდაიცვალო, უკვე ძალიან დიდი უბედურება. ისტორია შემახულეს, პროლოგური და თაკი. მიპარავდა რა, მოსაპარად კომისური და კარებს რო ტეხავდა, მაგრამ გულმა დაარყა. ხო და აბა წარმოედგინე უბრალოდ რა. ძნელი, ამიტომ წინასწარ არ უნდა მოიფიქრო ცოდვა, წინასწარ მოფიქრებული ცოდვა ძალიან მძიმე. შემთხვევით კიდე ყველაფერი შეიძლება დაგემართოს. დაზღვეული არაფრისგან არ ხარ. შეიძლება კაციც შემოგაგდეს. დაზღვეული არ ხარ, მაგრამ სხვა არის, რომ
წინასწარ დაგეგმავ რა უნდა მოკლა. ეგ გაცილებით მძიმე. აბა რა. ისედაც განა საერო სამართალიც მაგას არ იმაშვება, სხვა არის აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი და სხვა არის წინასწარ განზრახული. ხო და აი ამ ცოდის გზაზე რომ მიდიხარ რაღაცა სამაგიო რომ უნდა გადაუხადო და გზაში ავარია მოგდის და გარდაიცვლები. განა შენ უკვე მზად არიყავი რომ გააკეთებინა, ამ ხელა სიმძიმეა, აბა წარმოიდგინე. ამიტომ წინასწარ არ უნდა განიზრახო არაფერი ცუდი. არაფერი ის რაც შენ არ გინდა რომ სხვამ გაგიკეთოს, შენ არ უნდა გაუკეთო სხვას. არ უნდა მოიწადი. და პირიქით, თუ შენ სიკეთის გზაზე მიდიხარ და აქ გარდაიცვალე, ეს მაცხოვნებელია შენთვის. აი ვიღაცას გინდოდა დახმარებოდი. აი მაგალითად ამ ბოლო დროს რომ მოხდა, მამა ილია კარტოზია იტალიაში, გემზე რომ ხანძარი გაჩნდა და ჯერ სხვების გადარჩენაზე ფიქრობდა ის და ბოლოს თვითონ ის ჩაუწყდა და გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, რამხელა სიკეთის დროს გარდაიცვალა, სხვების გადარჩენაზე ფიქრის დროს. ეგ არის მაცხოვნებელი. ეგ მაცხოვნებელი. დაიღანენ ბავშვები. გავამთავროთ, მოდი ზედმეტი რო არ მოგვივიდეს. ყველაფერი ზომიერი ვარ. ეხა ერთი კვირის საჭმელი რო ერთ საღამოს შეჭამ, აბა წარმოიდგინე რა მოგივა. მადლობა ღმერთს, მადლობა თქვენ რომ ჩამოხვედით და ძალიან გაგვახარეთ, ესე იგი.